ქონების გადასახადზე რას ფიქრობთ, საერთოდ რომ გავაუქმოთ უკეთესი არ იქნება, ისედაც ეკონომიკური სიდუხჭირე ქვეყანაში და ეს გონი ზედმეტია რა. ეს თემა რატომ მნიშვნელოვანი, ბოლო დღეების განმავლობაში დიდი ხმაური გამოიწვია, ბევრი ლაპარაკობს და ბევრი ვერ გაეკვა ეხლა რაღაც ახალი კანონია თუ ახალი კანონი არ არის და ეს კანონი იყო ქონების გადასახადზე, მაშინ რატო ეხლა რატო წავიდა ამაზე ლაპარაკი და მოდი ავხსნათ. გავრცელდა ინფორმაცია და სიმართლე შეესაბამება, რომ 1 ნოემბრამდე თუ არ ვცდები ბოლოვა და იყო 1 ნოემბრამდე მოქალაქეებს ოჯახებს, რომლებიც შემოსავალი, ჯამური შემოსავალი აღემატება წელიწადში 40,000 ლარს, ან ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის სამოსახლო მიწის ნაკვეთი, სახლი კი არა აქვს, ან სახლის ასაშენებლად კი არა აქვს, ანუ არა სამოსახლო, სასოფლო სამეურნეო დამუშავებისთვის აქვს მიწის ნაკვეთი, ეკუთვნით ქონების გადასახადის გადახდა, რომელიც ითვლება ამ ქონების ღირებულების პროცენტიდან. თუ ვერ გადაიხდიან დროზე, მათ დაეწერებათ ჯარიმა პირველი 2 თვის განმავლობაში, თუ არ ვცდები 5%-ია იმისა, რაც უნდა გადაეხადათ ქონების გადასახადი და თუ მე კიდე არ გადაიხადეს, მე იზრდება თუ არ ვცდები 10%-მდე და ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციამ რა თქმა უნდა გაჟღერდა და გამოიწვია ხალხში აღშფოთება, გაურკვევლობა, კითხვები და მოდი ავხსნათ რა ხდება, იმიტომ რომ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი დიდი ხანია არსებობდა და რა გიკვირთო ოცნების მხარე ამას აჟღერებდა, რა არის გასაკვირი, ხო არსებობდა და მართლაც არსებობდა ეს კანონი, თუმცა რაღაცეები რა შეიცვალა ეგეც ავხსნათ. კი ეს კანონი არსებობდა 2005 წლიდან თუ არ ვცდები, თუ 6 წლიდან, ნაცების დროს მიღებული კანონი მართლა. ნაცების დროს მიიღეს ეს ზღვარი 40,000 ლარს ზემოთ, ვისაც აქვს ოჯახს შემოსავალი უნდა გადაიხადოს გადასახადი და მიწაზე. ასევე უბრალოდ რატო გამოიწვია ამან ხმაური ეხლა აქამდე სახელმწიფო ამ კანონს უდგებოდა პრინციპში ისე რომ ის კანონი არსებობდა უბრალოდ ქაღალდზე და ნუ არავის არ აწვევდნენ ფაქტიურად და ნუ არ აჯარიმებდნენ ამ თემაზე. ვისაც მიწოლა და სიმკაცრე და მოთხოვნა იყო მინიმალური ამ თემაზე და შესაბამისად ფართო საზოგადოებამ ფაქტიურად უდიდესმა ნაწილმა არც იცოდა ამ კანონის შესახებ. ეხლა თვითონ ხელისუფლების მედია რესურსებმა დაიწყეს აქტიურად გაჟღერება ამ თემის იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რომ დაიწყება ამ კანონის უფრო მკაცრად, ამ კანონის საფუძველზე უფრო მკაცრად მოთხოვნა ხალხის მიმართ, რომ ეს გადასახადები უნდა გადაიხადონ. ანუ არსებობს ჩვენ სახელმწიფოში და სხვა სახელმწიფოებში არსებობს ეგეთი პრაქტიკა რიგი კანონების მიმართ, რომ კანონი არის იდეაში ქაღალდზე, ოღონ ამ კანონის აღსრულების კუთხით პრაქტიკულად ან არ რეაგირებს სახელმწიფო, ან რეაგირებს ძალიან რბილად და რა ვიცი რაღაცა ელოდება მომენტს, როცა დაიწყებს ამ მიმართულებით მოთხოვნას, ან საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ასეთი პრაქტიკა არსებობს სახელმწიფოებში და განსაკუთრებით ჩვენ სახელმწიფოში ამ კანონთან მიმართებაში იყო ეგეთი დამოკიდებულება. ფაქტიურად არავინ უდიდესმა ნაწილმა ჩვენი საზოგადოების არც იცოდა ამ კანონის შესახებ, იმიტომ რომ არავის არ აწვებოდნენ დიდად და არ თხოვდნენ. ეხლა იმიტომ დაიწყო ამ თემის გააქტიურება, რომ თვითონ სამთავრობო რესურსებმა გაჟღერება დაიწყეს, გავრცელება დაიწყეს იმ მესიჯით, რომ ხალხო, აი ეს გადასახდელი გაქვთ და უნდა გადაიხადოთ. თუ არა და მოგივეთ ჯარიმები. ანუ შეიცვალა ის, რომ მთავრობამ დაიწყო მოთხოვნების წამოყენება. გადაგახდევინებთ, გადაიხადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები მოგივათ. ამუშავეს, ასე ვთქვათ, ამ კანონის ეფექტი, არ ვიცი, სრული სიმკაცრით გინდა დაარქვათ, მეტი სიმკაცრით, მაგრამ კანონის ეფექტი ამუშავეს. აქამდე არ თხოვდნენ არსებობდა ფურცელზე ვიღაცებს შეიძლება გადაახდევინეს, ვიღაცებმა გადაიხადოს, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოებას ამას არ თხოვდნენ. ეხლა როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ამ კანონთან დაკავშირებით და რა პრობლემებია. ეხლა რომ იშვერენ თიც რომ ნაცების დროს ეს კანონი მიიღეს და ნაცების ბრალია, ხო? ოღონდ ეხლა თვითონ ამუშავეს მაგალითად და გააქტიურდნენ ამ თემაზე, რომ ნაცებს
თავისი დანაშაულების ჩამოთვლა იმდენად ეყოფათ, რომ ბოლოში ვერც გავალთ. დავიწყოთ 5 გადაცემა არ ეყოფა, მაგრამ ეხლა ნაცების დროს რომ დაგიწესეს კანონი, რომ 40,000 ზემოთ ქონების მქონე შემოსავლის მქონე ოჯახს ეკუთვნის ქონების გადასახადი 2005 წელს 40,000 თვეში შემოსავალი ოჯახისთვის იყო ძალიან დიდი თანხა, სოლიდური მნიშვნელოვანი თანხა, ცოტას ქონა ძალიან ეგეთ და ეგ ნაწილი ითვლებოდა საკმაოდ შეძლებულად. დღეს რო გვესმოდეს რამდენია 40,000 წლიური შემოსავალი, ხო? ეს არის დაახლოებით ოჯახზე 2700-2800 ლარამდე ხელზე ასაღები. ანუ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შემოსავლის ოდენობა ითვლება მთლიან ხელფასზე, ან დაბეგრილ ნაწილზეც. შენ ხელზე იღებ 2800 ლარს, ну ეგ არის ჯამში მეუღლე, ქმარი და ცოლი იღებენ 2800 ლარს, უკვე ჯამში, მათ შორის დაბეგრილი ნაწილიც ხო ემატება ამას. უკვე ჯამში ეს აღემატება 40,000 წელიწადში, ანუ წარმოიდგინეთ, დღეს ეს თანხა ფაქტიურად ოჯახისთვის საარსებო თანხასაც ძლივს წარმოადგენს. ანუ თვიდან თვემდე რომ თავი გაიტანოს ადამიანმა, უკვე მაგ ზღვარზე მივიდა ეს თანხა და დიდ ნაწილს ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივ მოუწევს გადახდა. ეხლა გააგებინეს, ხალხო იცოდეთ, მოგიწევთ გადახდა. უკვე ზღვარზე ხართ და სასჯელები წამოვა. ოღონდ თან ეს არის საკმაოდ მცირე თანხა. აქედან გამომდინარე, ეხლა ქონების გადასახადი შეიძლება არსებობდეს და უნდა არსებობდეს შეძლებული ნაწილისთვის, არ ვიცი, ვიღაცა თუ მილიონერია, ხო, ქონების გადასახადი იქ რაღაც თან მით უმეტეს ქონება თუ აქვს რაღაცა 30 ბინა და 3 თვითმფრინავი და პრობლემა არ აქვს ძალიან დიდი ქონების შეძენის, იმას არ გაუჭირდება და მაგის პრობლემა არ ექნება, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივ ადამიანებს რაღაცა ძლივს თვიდან თვემდე თავი გააქვს და რაღაცა 40 წლის მანქანა იყიდა 5 წელი ნაგროვები ფულით მიდან ჩამოიყვანა იაპონიიდან, ხო? ეხლა მაგას რო დაუწესებ და ეხლა მესიჯებს უგზავნი, რომ იცი რა, მოთხოვნას დავიწყებ, ამას თუ არ გადაიხდი, ეგ არის, რა ვიცი, სხვაგან ახართ ხალხო და მე მგონი სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ ამ საკითხის გადახედვა. ნაცების დროს მიიღეს კანონი კი არა, ნაცების დროს ბევრი მაიმუნობა და ბევრი უსამართლობა გააკეთეს და ეს კანონი ნაცების დროს რა ზღვარიც დააწესეს 40,000 მაშინ 40,000 დიდი ფული იყო წელიწადში 40,000 და ეხლა სხვა სურათია და მე მგონი ის დროა რომ ცოტა გადახედოთ ნაცების დროს მიღებულ გადადგმულ ნაბიჯებს და ეს ერთ-ერთი ისეთი კანონია რომელშიც როგორც მინიმუმ არ ვიცი უნდა გასამაგდეს მაინც ან გაოთხმაგდეს მაინც ის ზღვარი რომელიც ითვალისწინებს ქონების გადასახადის გადახდას. რაც შეეხება მიწის ფლობას, მიწის ფლობასთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო კატასტროფულია. მიწის ვისაც გააჩნია იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი როგორ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომ ამ ხალხმა მიწა დაამუშავონ, მიწა არ გაყიდონ, ან мотиваცია ქონეთ, რომ რაღაც მომენტში დაუბრუნდნენ თავის მიწაწყალს, თავის კერას და იქ დაიწყონ რაღაცა უფრო კომფორტული ცხოვრება, ვიდრე ეხლა უწევთ იძულებით წასულებს თავისი სოფლებიდან, თავისი რაიონებიდან, ხო? ეგ არის мотиваცია დაცლილი, ნახევრად დაცლილი საქართველოს პირობებში და ეხლა მიწა ეკუთვნის ადამიანს პატარა ნაგლეჯი დარჩა სოფელში ჩამოვიდა აქ თბილისში და ან სადღაც უცხოეთში წავიდა და შემაწუხებელ ფაქტორად მოსდის უკვე მესიჯები რომ აი მის ქონების გადასახადს თუ არ გადაიხდი მაგაზე ჯარიმები დაგეწერებაო და იმ აზრამდე იყვანის საფუძველი რო გახდება ეგ ბევრისთვის რომ რა ვიცი ეხლა იმ მიწით შემოსავალი არ მაქვს ვერ უვლი თბილისში ან სადმე სხვაგან თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი და ეხლა სოფელში მიწის რომელსაც ვერ ვამუშავებ იმის გამო კიდე შემაწუხებელ ფაქტორად თუ უნდა მეკცეს რომ შეიძლება ბევრიც არ იყოს რაღაც მომენტში შეიძლება ბევრი მიწა არ აქვს მაგრამ შემაწუხებელ ფაქტორად მეკცეს კიდე დამატებითი გადასახადი და მოდი გავყიდოთ და მე ამ გაყიდვის შემთხვევაში ვინ იყიდის ვინ აითვისებს და ვინ საკუთარ
აი ამ უფრო მეტ შესაძლებლობებს მე დააკონვერტირებს იმაში რომ არის ქართველების მიერ დაცლილი და მიტოვებული მიწები მე გადაკონვერტირდება ვიღაც არაბებზე გაყიდიან თუ აი ეს ზედმეტად მეტი უკავიათ ქართველებს და მოდი გავათავისუფლოთ ხო ესეთი ქვეტექსტი იკითხება სინამდვილეში ამ მოცემულობაში რასურად ეხლა გვაქვს ქვეყანაში მიწის გადასახადის დაწესება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გლეხებისთვის თუ უბრალო ადამიანებისთვის ან 40000-ზე წელიწადში შემოსავალზე გადასახადს რო ვთხოვთ უკვე რასაც აქამდე კაცრად არ ვაკეთებდით ხო მე მგონი მათ შორის ოცნების ამორჩევლებიც უნდა დაგვეთანხმონ იმაში რომ ეს უსამართლო მიდგომაა ლოგიკაში არ ჯდება და როგორც მინიმუმ არ უნდა მიაწვენ ხალხს ამ თემაზე და დაჯარიმებები არ უნდა დაუწყონ და როგორც აქამდე აკეთებდნენ და ნამდვილად ნაცების დროს მიღებული კანონი როცა საერთოდ სხვა ლოგიკა არსებობდა და სხვა რეალობა იყო ეკონომიკური ქვეყანაში როგორც მინიმუმ დასაკორექტირებელია თუ საერთოდ გასაუქმებელია